მაშინ მოდი როგორ ვქნათ იცი? ანუ ნიკა იეჰოვას მოწმე ხარ ხო? როგორც ამბობდა, მოდი როგორი რაღაც ვქნათ იცი? რამე კონკრეტული საკითხი ავირჩიოთ, ანუ რომელიმე საკითხი ავირჩიოთ და განვიხილოთ რა. მაგალითად იესო ვინ არის შენი აზრით? ანუ შენ რას ვფიქრობ იესო ვინ არის? მე აზრით იესო არის ღმერთის შვილი. სხვა ანუ ღმერთი არ არის. ღმერთი არ არის ხო? კარგი და რა მაინტერესებს ანუ იესო შექმნილია თუ ყოველთვის არსებობდა მარადიული იყო? ყოველთვის არ არსებობდა ღმერთმა შექმნა. ღმერთმა შექმნა. კი ბატონო და ანუ რა საფუძველი გახდა ამ შემთხვევაში, ანუ რაზე დაყრდნობით ამბობ მაგას ღმერთმა შექმნა. იმიტომ რომ მე ვამბობ, ჩვენ ვამბობთ რომ ღმერთია იესო. მართლმადიდებლები და მაგიტო ეკითხე, ანუ შენ რა საფუძველზე, ანუ რა არის შენი საფუძველი, რომ მაგას იძახი, რომ შექმნილია? შენ რა საფუძველზე ამბობ, მაგალითად? მე მაგალითად იოანეს პირველი თავის პირველი მუხლი რა. დასაწყისში იყო სიტყვა, სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა, ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა და მე მე-14 მუხლში სიტყვა იქცა ხორცად და დაიმკვიდრა ჩვენ შორისაც იესოზეა საუბარი. შესაბამისად იესოზე იოანე ამბობს პირდაპირ, რომ ყველაფერი მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შეიქმნა და ყველაფერი თუ მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, თვითონ ქმნილება ვეღარ გამოვა. ანუ ყველაფერი მას შეუხნია, ანუ ყველაფერი შემოხდა. უი, ისე ნეო. ხო და ანუ შენ ანუ რაზე დაყრდნობით ამბობ მაგალითად რომ იესო არ არის შემოქმედი და არის ქმნილება, ანუ რატო ფიქრობ მაგას? ეგ მაინტერესებს. ერთ ვარიანტს მოგიყვან მაგალითად რა. კი ბატონო. ხო იცი, ზეთის ხელისუფლებას რო იყვნენ იესო და თავის მოსწაფეები სალოცავად. კი ბატონო. მან ის ცხოვრობდა მათთან ერთად. კი. ხო და თუ იესო ღმერთია, აბავისთვის რო ცდილობდა. ანუ როგორი თემა იცი რომ ჩვენ არ ვამბობთ რომ ღმერთი არის ერთპიროვნული. პირველ რიგში რომ ღმერთი არის მულტიპიროვნული, აი მაგიტო არის რომ დაბადების წიგნში წერია ღმერთი ამას რომ შევქმნათო კაცი ჩვენს ხატად და მსგავსად მრავალობითი მაგიტო წერია რომ ღმერთი არის მულტიპიროვნული. შესაბამისად კომუნიკაცია ხდება ძისგან მამის მიმართ, ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ეგრე მაგალითად მამა ღმერთი ძე ღმერთს ესაუბრება ებრაელთა პირველი თავის მერვე მუხლში, სადაც ეუბნება ტახტი შენი ღმერთო უკუნითი უკუნესამდე ყვერთხი შენი სიმართლისას უბევის ყვერთხი. ამას ეუბნება მამა ღმერთი ძე ღმერთს. მაგრამ ამიტომ ეს იმას არის რომ მამა რადგან ძეს ესაუბრება, მამა ღმერთი არ არის, ხო ასეა? ანალოგიურად ძე ესაუბრება როგორც ერთი საფრთხო ჰიპოსტაზი, მეორე საფრთხო ჰიპოსტაზი, ეს ერთი ვარიანტი და მეორე შემთხვევაში ესაუბრება ადამიანური ბუნებით, ანუ იესომ რადგან შეიძინა ადამიანური ბუნება, ანუ ღმერთი რადგან განკაცდა, სიტყვა ხორცად რადგან იქცა, იესოს ადამიანურ ბუნებას თავისთავად გააჩნია ადამიანური საჭიროებები, მათ შორის ისა მაგალითად შიმშილი, ძილი, ემოციური სირთულე და ლოცვა თავისთავად ბუნებრივია. შესაბამისად ამაში გასაკვირი არაფერი არ არის, რომ იესო ლოცულობს ადამიანურ ბუნებით. ეს პირდაპირ ამტკიცებს თვითონ ჩვენი განკაცების დოგმაც, რაც დასტურდება იოანეს ქრისტოლოგიით რა, როგორც იწყებს პირველ თავს მე-14 რომ სიტყვა ხორცად იქცა და ჩვენ შორის დაგვიდა, ანუ სიტყვა ღმერთთან რომელიც იყო და ღმერთი რომელიც იყო. ხო ხდები რა, ამიტომ ხო, ეს არის მიზეზი რა. რაში დასჭირდებოდა ღმერთს თავის ხორცელად გადაქცევა, რომ ჩვენთვის მოკვდარიყო. უფრო მარტივი იქნებოდა, რომ თავის შვილი შეიქმნა იესო და ის გამოგზავნა დედამიწაზე. არა და გეტყვი რატო? გეტყვი რამდენიმე მიზეზს. ეხლა მაგ საკითხთან დაკავშირებით პირველ რიგში რა საჭირო იქნებოდა ამ ასე თუ დასვამ ზოგადად კითხოს ღმერთთან მიმართებაში პასუხამდე ვერ მიხვალ, იმიტომ რომ ღმერთის ჩათვალე თითქმის არც ერთი ქმედება არ არის დაფუძნებული საჭიროებაზე. ღმერთის ქმედება არის დაფუძნებული თავისუფალ ნებაზე. შესაბამისად, ანუ ღმერთს რო შეექმნა რაღაცა თავისი ქმნილება და ის გამოეშვა, მე ეს არის კოსმიური ბავშვზე ძალადობა. ანუ შექმნა, მე ამ შექმნილზე იძალა და საწყალზე და ის ანუ ესე არ ხდება, ანუ როგორი თემა იცი რომ თავად ღმერთი განკაცდა იმ გაგებით რომ ძალადობა რა შუაშია უყურებთ ერთმანეთს და გააკეთებინა და იტანჯა სხვის მაგივრად, ანუ აქ პრინციპი არ არსებობს არანაირი და გეტყვი რას გულისხმობ, იმიტომ რომ იესომ ჩვენ ვამბობთ რომ გამოისყიდა მთელი კაცობრიობის ცოდვები ადამიანიდან დაწყებული უკანასკნელ ადამიანამდე ყველა ცოდვა იტვირთა ჯვარზე, რაც შენ ჩადენილი ხარ და რასაც მომავალში ჩაიდენ შენ და კიდე სხვა ადამიანები ჩვენ და ვინც იქნება და ასე შემდეგ. ანუ გამოხსნა არის მარადიული, ანუ მარადიული გამოხსნა თვითონ აქტი და მარადიულ გამოხსნას ქმნილება ვერ განახორციელებს, ანუ დროში შექმნილი რომელიმე არსება ამას ვერ გააკეთებს, ანუ ყველა ვარიანტში მარადიული გამოხსნა უნდა აწარმოოს იმან ვინც თვითონ ბუნებით მარადიულია, ხო ხდები? თორე ქმნილება თვითონ ცვალებადია და თვითონ დროში შექმნილია. ანუ ქმნილებიდან, ანუ დროში შექმნილი კატეგორიიდან მარადიული აქტი ვერ გამოვა, ხო მიხდი რას გეუბნები?
შესაბამისად ღმერთი რო განყასეს თუ ღმერთი არ განყასა ეხა მაგას თუ ვამბობთ რომ ის ღმერთი არ არის მაშინ ჩვენ ისევ ჯოჯოხეთისთვის განწირულები ვართ იმიტომ რომ ქმნილება ცვალებადია და მარადიულად ვერ გამოგვიხსნით ან საქმე რა შეიძლება კიდე რომ ზოგადად ეგ არის კოსმიური ბავშვზე ძალადობის კონცეფტი ანუ შექმნა ქმნილება და ის ტანჯა ეხა წარმოიდგინე ღმერთი თუ მოსიყვარულეა თვითონ ეხა წარმოიდგინე ჩვენ თუ ვამბობთ რომ ყველაზე დიდი სიყვარული იესო რასაც ასწავლის რომ თავს რო გაწირვა მაგაზე დიდი სიყვარული არ არსებობსო მაშინ ღმერთი თუ ყველაზე დიდი სიყვარულია როგორ შეიძლება რომ ღმერთს თავის გაწირვა არ შეეძლოს ხო ანუ მისთვის როგორ შეიძლება სიყვარულის უდიდესი გამოვლინება ჩემთვის და შენთვის რაც ცნობილია თავის თავს ხო არ მოიკლავდა მე ანუ ნახე თავგანწირვა თვითონ ანუ თავგანწირვის კონცეფტი რადგან შემოდის სამყარო რადგან დაეცა და საჭიროებაა თავის გაწირვისა ანუ რადგან შემოდის სიკვდილი თავისთავად შედეგი მან ცოდვის შედეგი საკუთარ თავზე იტვირთა სიყვარულიდან გამომდინარე გეტყვი რატო თავის თავი კი არ მოიკლა სუიციდი კი არ არის თავი გაწირა ნახე მაგალითს მოყვარ მაგალითად მე რო შენ გამო თავი გავწირო აი შენ რო თავს იკლავდე აი ეს თავს რო იკლავდე და მე რო ვიცოდე რომ მე რო თუ ეხლა შენ თავის მოყვლისგან შეგაჩერებ და მაგრამ თავს გავწირო შენთვის მე შენ გადაღარ შენ და ჯო ჩაგიდგე შუაში აი დანას რო ირთხამდე გულში და მე რო ჩაგიდგე და მე რო შემეჭოს ეს დანა და მე რო გაიაზრო რა საშინელება გააკეთე და მე რო აღარ მოიკლა თავი და მიხვდე ამ ყველაფერს აი დაახლოებით ეგრე შეხედე ჯვარცმას რა ანუ ღმერთი რო განყაცდა აი ამ ჯვარცვით თავისთავად ჩვენი ცოდები რო იტვირთა ასევე მიგვახვედრა ის რომ სანამ ღმერთი არ ვაწამეთ მახამდე ვერ მიხვდით რა საშინელებები ანუ გულის შემოტრიალების პროცესია თავისთავად ხო სულიერ იმაზე ონტოლოგიურად რო განვიხილო და საქმე მაგაშია რომ თუ ეხა ღმერთმა თუ არ აწარმოა გამოვხსნა მაშინ მისთვის სიყვარული ეს აბსოლუტური სიყვარული თავგანწირვასაც მოიცავს უცხო ყოფილა იმიტომ რომ იესო მაგას სახარებაში ამბობს რომ ყველაზე დიდი სიყვარული არის თავს რო დადებს სხვა ადამიანისთვის აბა მაშინ ყველაზე დიდი მოსიყვარულეა იესო ყოფილა ღმერთზე მეტი სიყვარული შეძლებია იესოს და მაშინ იესო თუ ქმნილება მაშინ ხვდები რანაირ გამორიცხული ღმერთზე მოსიყვარული არავინ არ არის ამიტომ იესო ღმერთი უნდა იყოს თავისთან და როცა ისო მოინათლა ხო იყო რომ საგაიხსნა და გაიხსმახმა რომ ეს არის ჩემი საყვარელი ძე რომელიც მე მოვიწონებდა ძეში აბა რა იგულისხმება თუ ერთნიარი როგორი თემა იცი რომ აი წეგან გითხარი ეს მე რომ ეს არის ღმერთი არ არის მეთქი ერთპიროვნული ანუ ეს ხდება ეს სხვა ადგილებშიც ხდება რა ეს კომუნიკაცია სამების პიროვნებებს შორის ანუ მამა ესაუბრება ძეს და ძეც ესაუბრება მამას და სულიწმინდაც საუბრობს ჩვენ ამის მაგალითი გვაქვს მაგალითად საქმენის 22 თავში 25-27 მუხლებში რომ ასე ამბობს ეხა მე შენ განახებ რაღაც მუხლს შენ შეგიძლია წაიკითხო მუხლი რასაც გეტყვი და დაახლოებით მიხვდები პრინციპს რა როგორც თან არ მაქვს ბიბლია ვერ წავიდე აი შენ რომელი საიტით ხელმძღვანელობ ძირითადად ონლაინ რომელს კითხულობ ჩვეულებრივი ბიბლია ანუ ხო და რომელ საიტზე კითხულობ ბიბლიას სპეციალური საიტია რა ამ წმენდისთვის JW Works-ზე ხო კი ბატონო ეხა მახინან წავიკითხო მაშინ იმიტომ რომ მინდოდა საიდან შენ კითხულობი იქიდან მინდოდა რომ წავიკითხო და მაგიტო გეუბნები მაშინ შენი იმიდან წავიკითხო შენი ძალიან მეგიჟენსობა საიტია ეხა წავიკითხო მუხს რა რითიც მიხვდები რა საბოლოო არგუმენტს რა არის თქო ეს მოკლედ ამ მუხლებში არის აღწერილი თან მოდი მე შევატრიალებ კამერას და შეგიძლია თვალი მივადევნოთ ერთად რა ნახე შეხედე ეს არის ანუ შენ რომელ ბიბლიასაც იყენებ იმის თარგმანი რა რომ გავიგონე იეჰოვას ხმა ვინ გავგზავნო ვინ გამეგზავნება ანუ იეჰოვა არის მოლაპარაკე პირი უთხარი მეწავალ მე გამგზავნე მან კი მითხრა წადი და უთხარი ამ ხალხს კვლავ და კვლავ მოისმენთ მაგრამ ვერ გაიგებთ კვლავ და კვლავ დაინახავთ მაგრამ ცოდნას ვერ შეიძენთ დაიმახსოვრე ეს მუხლი ანუ იეჰოვამ თქვაო ეს სიტყვები წარმოთქვაო იეჰოვამ ეს არის ძველი აღთქმის ესაიას მე-6 თავი ეხლა ნახე საქმენის 28 თავში 25-დან 27 მუხლამდე წერია ესეთი რაღაც შეხედე რა კი ვერ შეთანხმდა წასვლა და აპირებს პავლემ უთხრა კარგად თქვა სულიწმინდამ თქვენი მამების მიმართ ესაია წინასწარმეტყველის პირით მიდი და უთხარით ამ ხალხს სმენით მოისმენ და ვერას გაიგებთ ხილვით იხილავთ და ვერას დაინახავთ ანუ იგივე სიტყვები ანუ ვინ თქვა პავლემ მოციქული ამბობს რომ კარგად თქვა სულიწმინდამ ესაიას პირით შესაბამისად იქ ძველად თქმაში წერია რომ იეჰოვა საუბრობს და ანუ პავლემ მოციქული პირდაპირ იეჰოვასთან აბრუნებს პარალელს ანუ სულიწმინდა იეჰოვა ყოფილა ანუ პირდაპირ სამებამ მტკიცდება მიხვდი რას გეუბნები ანუ არგუმენტს მიხვდი დაახლოებით ხო მიხვდი ანუ სამებამ მტკიცდება მაგ მუხლით რა ასევე იგივე მუხლები არის მაგალითად იერემია 17-10 აი ხა 17-ს წავიკითხავ შენი ბიბლიიდან რომელიცაც კარგებობ რა ნახე იგივე ახას ქრისტეს მეთოდად მტკიცდება აი ხა აი ამას შეხედე და აი უბრალოდ აი დასკვნა გამოიტანე ხა შენ თვითონ რა
ჩემი ხმა ისმის? კი, ნახე რა წერია მე იეჰოვა ვიკვლევ გულს და ვამოწმე ფიქრებს, რათა თითოეულს თავისი გზისამებრ, თავისი საქმეებისამებრ მიუძღა, ხო ასეა? ხო. ანუ ვინ უნდა მიუძღას თავისი საქმეებისამებრ თითოეულს? თვითონ ღმერთი. ვინ რა წერია? იეჰოვა. იეჰოვამ უნდა მიუძღას თითოეულს თავისი საქმეებისამებრ. კარგი, ეხლა ნახე, ეხლა წაკითხავ მათი სახელების მე-16 თავის 27 მოხს. აქვე ამავე ბიბლიიდან ვიპოვე. ნახე რა წერია. ნახე იესო ამბობს ამ სიტყვებს მათი სახელების მე-16 თავის 27 მუხლია, ეს უკვე ახალი აღთქმა. ვინაიდან კაცის ძე უნდა მოვიდეს მამის დიდებით თავის ანგელოზებთან ერთად და მაშინ ყველას თავისი საქმეებისამებრ მიუძღავს. ანუ ვინ უნდა მიუძღასო თავის საქმეებისამებრ, ახლა წერია? კაცის ძე. კაცის ძე ვინ არის? იესო. და იქ რა ეწერა ვინ უნდა მიუძღასო თავის საქმეებისამებრ ძველ აღთქმაში? იეჰოვა. ანუ იესო ვინ ყოფილა? იეჰოვა, ანუ კი ბატონო. იესო არის იეჰოვა. მამა, ძე და სულიწმინდა სამივე პიროვნება არის იეჰოვა. ანუ იეჰოვა ისე ვინც არის ის ღმერთს ნიშნავს. ღმერთის აღმოჩენის საკითხია. სამივე პიროვნება არის იეჰოვა რა. ეს არის სამების სწავლება. რასაც მართლმადიდებლობა ასწავლებს. ხო ხლები, რასაც წმინდა წელი ადასტურებს რა რეალურად რა უბრალოდ ამის თქმა მინდა და ის, რასაც იეჰოვას მოწმეები ასწავლიანო თითქოს ღმერთი მარტო მამა, ეს არის ერთპიროვნული ღმერთს, რასაც გადაღებენ ის. ეგ არის ბიბლიის, თვითონ ბიბლიას ეწინააღმდეგება. აღარ ეხლა ვნახეთ აქვე ჩვენ გამორიცხული. მიყარე, ანუ ისი თქმა მინდა საბოლოოდ, ანუ ჭკვიანი ბიჭი ხარ და ანუ როგორი თემა ის ხარ, შეცდომაში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი შევიდეთ, ანუ ამაში არ არის არაფერი გასაკვირი რა. ყველას გვეშლება და ის, მაგრამ ანუ უდარჩები შეცდომაში რა, იმიტომ რომ უფალს იესო ქრისტეს უყვარხარ ღმერთს, რომელმაც შენ გამო თავი გაწირა. და ღმერთია ვინ შენ გამო თავი გაწირა და ნუ ეტყვი მას რომ ქმნილება ხარო, იმიტომ რომ უყვარხარ და საბოლოოდ მასთან უნდა იყო და იგია ყოველად მოწყალი ღმერთი და მის წინაშე წავსდგებით ყველანი. ამიტომ მასთან ურთიერთობა ხონდა შენ იესოსთან, ვინც არის რეალურად ისე და არა ისე როგორც შენეუბნები რომ არა შენ ეს არ ხარ. წარმოვიდგინე ხა მე რო ვიტყვი რომ ნეო მქვია და ჯუმბერი რომ ეძახო, ანუ ეგრე ნუ მოექცევი უფალს, იმიტომ რომ მაშინ უფალთან ურთიერთობას ვერ დაამყარებ შენ თვითონ, იმიტომ რომ არ გინდა გამოდის რა. ხო მივხვდი ეგრე გამოვა საბოლოოდ. ამიტომ უფალი როგორც გაგეცნო ისე მიიღე რა, ქრისტე ღმერთია და შესაბამისად გეხმარება გვერდში გიდგას უყვარხარ და ნიკა გაიგო თუ არა მაინტერესებს. კი, გავიგე. გაიხარ, ჩემი ძმა ხარ, მიყვარხარ, გულში ხარ. კიდე ხო რამე კითხვა თუ გქონს? არა, ეს მაინტერესებს.